ნიკას მეტოქე, ნიკა ჩიტიშვილი არის 24 წლის, იწონის 84 კილოგრამს. ნიკას სიმაღლეა 190 სანტიმეტრი და ნიკას რეკორდი ანალოგიურად 2 გამარჯვება, 1 მარცხი. ნიკა ჩიტიშვილი! ეს კიდევ ერთი წინა საქამრო დაპირისპირებაა, შესაბამისად აქ თამასა უკვე აწეულია. პირველი რაუნდი. ნახოთ რა შემოგთავაზებს ეს ორი ძალიან მაღალი ტონის მებრძოლი. ბურნუჩიანი კაი დიდი არის, თქოს სიმაღლითაც ძალიან დაბალი არ არის. ნიკაზე და რა და ჩიტიშვილმა უკვე დასაწყისშივე კომბინაციები გაუტარა. ჰუკი ოვერჰენდი, ძალიან კარგი დარტყმები. ძალიან კარგი კომბინაციები და ძალიან სწრაფად თავისი წონის. არ ვიჭერთ თეთრი. არ ვიჭერთ. ემუშაოთ. კლინჩი. საფრთხე იგზნო ბურნუჩიანი კლინჩი შევიდა ეგრევე, რომ ძალიან კარგი დარტყმები დაახვედრა ნიკამ. მშვენიერი ტაიმინგი, მშვენიერი მოძრაობები. ბურნუჩიანი უბრალოდ ფიზიკურად დაწვება. არეშინია თქოს მის დარტყმებას. კუთხეში მიიწვია ბურნუჩიანმა ჩიტიშვილი და ჩიტიშვილმა შეძლო კლინჩის მეშვეობით გამოსულიყო და დაებრუნებინა ბრძოლა რინგის ცენტრში. ტანში მუშაობს ბურნუჩიანი. ჩიტიშვილი კიდევ ელოდება ბურნუჩიანის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რომ თავის კონტრდარტყმა ეფექტურად ჩაუსვას. კარგად დახვედრებს აი მაგ კონტრდარტყმას, ორი ოვერჰენდი ჩაუსვას. არ ვიჭერთ. დაახვედრა პირდაპირ. Stop, break. Fight. გაცვლებში ჩედის ჩიტიშვილი 1-2 დარტყმის შემდეგ ახერხებს ჩასვლას და ბურნუჩიანის დარტყმების ჩასვლით აცილებას და შემდეგ ისევ ემზადება თავის დარტყმას. ძალიან კარგი ტემპით მიდის ბრძოლა, უბრალოდ აი ჩიტიშვილი ფაქტურად ზჯის შემოტევებს ბურნუჩიანის. და ბურნუჩიანი ძალიან აქტიურად მუშაობს და ბურნუჩიანი პრესავს, რასაც არასდის კლინჩავება, როდესაც შესაბამის თulis არ ერიდება კლინჩაობას. Break. კი ბურნუჩიანის ეს წნეხი, რასაც ბურნუჩიანი ქმნის, ეს ჩეტიშვილისთვის შეიძლება ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელი იყოს, რაც მეტად დაღლა გამოიწვიოს მისი მით უმეტეს ამ ზონაში. ბურნუჩიანი დიდია, ხო, ნიკა ჩეტიშვილზე. თან საკმაოდ, ან თქოს ერთ სიმაღლე არიან ფაქტიურად. მასიურია კუნთის ხრივაც კი. აი ეს ის დარტყმები, რომელზეც ვაპარაკობ, ფაქტია, რომ ნიკა ბევრად მეტ დარტყმას უტარებდა ბურნუჩიანს. აი ელოდებოდა ყოველთვის იმ მომენტს და როგორც კი ერთ დარტყმას გადმოაგდებდა ბურნუჩიანი, ჩიტიშვილი იქვე 2-3 დარტყმას აყოლებდა, რომლიდანაც ერთი მაინც პოულობდა სამიზნეს. მეორე რაუნდი. იწყება მეორე რაუნდი. სტილისტიკურად ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა ეს. კი. ნიკა ძალიან ლამაზად იბრძვის და პასუხობს, აი ნახე. დგომი შეიცვალა ფაქტობრივად უკან მოძრაობისას და ჰუკი ჩაუსვა შემოტევისას. მაგრამ ბურნუჩიანი არ ჩერდება, უტევს. მუშაობთ, არ ვიჭერთ. კი. ჩიტიშვილი კარგად ახერხებს იმას, რომ შეტევაზე როგორც კი ბურნუჩიანი გადმოდის, ან კლინჩი ეკვრება, ან კუთხეებით ცდილობს გამოსვლას. კარგი აპერკოტი იყო ნიკასგან უბრალოდ აი ჩეტიშვილისგან. ვერ დაასვა, მაგრამ ტექნიკურად და ტაიმინგით მშვენიერი იყო. აი ხა თითქოს უკვე ბურნუჩიანის მხარეს გადადის, იმიტომ რომ აი პრესინგს თავის ზომას და წონას იყენებს, აი შედის უბრალოდ უხეშად. ეს პრესინგი რა თქმა უნდა ძალიან დიდი წინეხია. ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად დამღლელი არის, როდესაც ყოველწუთს იწევს კლინჩის შესვლა და იქიდან შემდგომ გამოსვლა. ღლის ნიკა ჩიტიშვილს ძალიან ორივე ნიკა. აი ეს კარგი უბრალოდ ნიკა ძალიან კარგ ტექნიკურ დარტყმას უტარებს. ნიკა ცდილობს ჯიუტათავ აპერკოტის გატარებას.
რასაც უნდა უთხრიდეს ბურნუჩიანი, იმიტომ რომ Fight! მაგრამ არ თქვა ყოველს ყოველწლოვაზე გაუვიდა. კი, უფრო ახლოს. ჯები ორიანი გაუვიდა, კიდე ჯები გაუვიდა და ნიკას არაფერი არ ხვდება. თუმცა პრესავს ხოლმე ბურნუჩიანი. Мушок! ეს სტილისტიკურად ძალიან კარგად ახერხებს ჩიტიშვილი იმას, რომ ზიანი მიაყენოს მეტოქეს და თვითონ რა ტაიმინგი! რა მოულოდნელი დარტყმა იყო და რა ლამაზი ჯისილო არ იყოს და კიდე კაი დაყვი არ იყო ეს დარტყმა. სპინინგ ბექფისტი ჩვენი რაკურსიდან ძალიან კარგად გამოჩნდა ბურნუჩიას ამ დარტყმამ თავი ძალიან უკან ზანკო გადმოიგო. გაპოპულარიზდა ხო ეს დარტყმა რა UFC-დან კი, ფაქტობრივად ეს ბრუნვითი დარტყმა ზუსტად მოულოდნელია. იგივე აი მარჯვენა აი მარცხიდან რომ მოდის მოწინააღმდეგე მარჯვენა ხელის ჩას მე აი, დარტყმა ჩაუს. UFC-ში რა ZDZ 3 რამდენიმე ივენტზე 3 ნოკაუტი მოხდა ზუსტად ესეთ დარტყმით აი, ეს კამაში რა თქმა უნდა ეს გამოჩნდა. მუშტითა ხდება MMA-ში ეს იდაყვებით მოხდა მაგრამ აი ტაიმინგი და აი ხო დრო ტაიმინგი და მოძრაობა იგივე იყო ზუსტად კი, უნდა შევაქოთ აქ ბურნუჩიანის გამძლეობა, ძალიან მძიმე დარტყმა იყო ეს. Мушок! აკასრულებულა აქ უნდა მიაქციოს. დასრულებულა ეს 10 წამის გამანიშნებელი იყო, კი. ის რომ 10 წამია დარჩენილი თუმცა აი კარგად ახერხებს აი სართულის სვლას ჩიტიშვილი და ამ დარტყმებს აცილებას და ამ ნოკდაუნით შეძლო ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით დარწმუნებული ვარ საჯის აზრით ამ რაუნდის წაღება ჩიტიშვილმა. პირველი რაუნდი ძალიან ახლო არ იყო ჩემი აზრით ახლო ჩემი აზრით ნიკა ჩიტიშვილმა ისეთი ზუსტი სწორი და დამაზიანებელი კი, აი სტილისტიკური თვალსაზრისით კი კი ბურნუჩიანი უტევს პრესავს იქნევს დარტყმებს და აჩვენებს რომ ჭუბობს იბრძვის კარგად აკეთებს ყველაფერს მაგრამ ნიკა ჩიტიშვილი უბრალოდ ბევრად ზუსტია და დააძალა რომ ატაროს შენი წონა თან ეს ბრძოლა Ესამერაუნდი! 84 კილოგრამ კატეგორიაში რაც საკმარისი ძალა იმისთვის რომ დააზიანო და დაამარცხო მებრძოლი მიუხედავად იმისა დაღლილი არის თუ არა. აი წვამია წვამია ჩიტიშვილი ბურნუჩიანი იმუშავე, შავი! ჩვეულებრივად შავი ხედავს იმუშავე! სადაც ბურნუჩიან შეუძლია დაანოკდაუნოს ჩიტიშვილი ამიტომ ეს ბრძოლა მორჩენილი არ არის აი ჩიტიშვილი ძალიან კარგად როგორც კი ორ დარტყმას ისვრის ეგრევე სართულს ცვლის და მოძრაობით ახერხებს დისტანციისგან გამოსვლას. Fight! და 1-2-იანი აპერკოტი ჰუკი ეს უკვე აღარ მოხდა კარგი იყო ტანში მოძრაობაში ტანში აი ნახე რომ რა კარგად ცვლის ამ სართულებს თუმცა მაინც აი ხა ეს პირველადან განსხვავებით ეხა დაღლილია ჩიტიშვილი და ამ დასწრება ბურნუჩიანი ჩვეულებრივად უტარებს სისტრაფე როდესაც იკლებს შანსი იზრდება იმის რომ ეს დარტყმა გავიდეს. ჩიტიშვილი აღარ არის ესეთი სწრაფი როგორც პირველ რაუნდში იყო ერთი წუთი დარჩა ამ ბრძოლის დასრულებამდე და ბურნუჩიანი ცდილობს რომ დააზიანოს თუმცა ჩიტიშვილის ეს მოძრაობები საკმარისია იმისთვის რომ ეს დარტყმები აიცილოს. აქტიურად გეში! ზუსტად მაგ მოძრაობებით ირჩენს თავს ეს რაუნდი ბურნუჩიანს მიყავს როგორც თქვი ამ დაღლილობის გამო ბურნუჩიანის კენი ხრება ეს რაუნდი მას მივცემდი ამ მომენტამდე მას მივანიჭებდი ამ რაუნდს მაგრამ მას ჩემი აზრით ნოკდაუნი მაინც ჭირდება რომ გაათანაბროს კულები ნიკას კი დაღლილობა აშკარად ეთხოვა კი, თუმცა არ ჩერდება ამ დარტყმას მაინც ისური. ეს არის სუფთა მებრძოლობა რომ გამოსტილი რო ხარ ბრძოლაში და იცი რომ არ უნდა გაჩერდე მაინც და აგზობიებს ბურნუჩიანს რომ ეს დარჩენილი დრო არ არის რაღაც ცალმხრივი შეტევის პერიოდი. Stop, break! 10 წამია დარჩენილი. აქ ყველაფერს ჩადებს ბურნუჩიანი დარწმუნებული ვარ. Მუშავ, ტკიში მუშავ! დასრულდა ეს ბრძოლა. ძალიან სრულდა ბრძოლა. სტილისტიკურად ძალიან საინტერესო ძალიან მაგარი ბრძოლა იყო აი 5 რაუნდი არ იყო ერთადერთი და აი ჩემპიონების საჩემპიონო დონის ბრძოლა იყო ეს კი. მიუხედავად იმისა რომ ეს ბიჭები ძალიან დიდი წონის მებრძოლები არიან ძალიან სწრაფები შეიძლება არ იყვნენ თუმცა ტექნიკური იყო ჩიტიშვილი იმდენად რომ ეს დარტყმები ძალიან მარტივად აიცილა. ბურნუჩიანს არაფერს არ უკარგავ არ მინდა დავუკარგავ
არგო არაფერი, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ნიკა ჩიტიშვილი ამ ბრძოლაში ძალიან ტექნიკური იყო. აქ ის ფაქტორი უფრო იყო, რომ აქ ბორნუჩიანი კი არ იყო, ჩემი აზრით, ცუდი, არამედ ჩემი აზრით, ნიკასი არ იყო ცუდი, ნიკას ნიკა ჩიტიშვილი იყო გამორჩეულად ტექნიკური დღეს. რამაც შეძლო და გაანეიტრალა ეს. მაგრამ მოდი საჯებს დავუბრუნდეთ, აერთხელ შემცდა რო არ. საჯებმა დაითვალეს და არის გამარჯვებული. ამ საკმაოდ დაძაბულ. საკმაოდ თანაბარ ორთა ბრძოლაში. სამივე მსაჯმა ერთხმოვანი უპირატესობით, სულ ერთი ქულით. 29-ს გამარჯვება მისცეს. ვის მიცეს თქვენ რა სიტყვით? თქვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებულია ნიკა ჩიტიშვილი. არ შევცდით ამჯერად. კი, იმიტომ რომ სწორად თქვით, სწორად შევაფასეთ. მე მინდა აპლოდისმენტები დაუთმოთ ორივე მებრძოლს. ძალიან მაგარი ბრძოლისთვის. თავდადებისთვის, თავის არდაზოგისთვის. ნიკა მოგვიყევი აბა? ეს ბრძოლა დიდი ხანია უნდა ჩატარებულიყო? და ამ სურათს ელოდი თუ არა პირველივე დღიდან როცა ჩაინიშნა? მოგესალმებით ყველას. მადლობა ყველას, ვინც დაესწრო, ვინც გულშემატკივრა, ვისაც ეჭვი არ ეპარებოდა ჩემს გამარჯვებაში. ყველას დიდი მადლობა. აქედან მინდა უთხრა გიორგი ქიმაძეს, რომ არ აუშავს მაგ სპორტი არა თავარია. კაცები ვიყოთ და ადამიანები ვიყოთ კარგი. თავ ყველა ისტორიას აქვს თავისი დასაწყისი და თავისი დასასრული. ამ ისტორიაში გამარჯვებული მე ვარ და